მოგესალმებით. ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო თერაპიულ იგავს, რომელსაც ქვია სიზარმაცე. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ და გვიკომენტარეთ. სიზარმაცე. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ხუანი გარდაიცვალა და ისეთ მშვენიერ ადგილას მოხვდა, სადაც თავისუფლად და მოხერხებულად გრძნობდა თავს. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც მის ოცნებაში. ხუანს თეთრ სამოსში გახვეული ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: უფლება გაქვს ინატრო რაც გინდა. გართობა იქნება, სიამოვნება, თუ გემრიელი საჭმელი. გახარებული ხუანი ისე ცხოვრობდა, როგორც ცხოვრებაზეც ოცნებობდა. მრავალი წლის შემდეგ მან მიმართა თეთრ სამოსში გამოწყობილ არსებას. მე უკვე ვინეტარე და განცხრომით ვიცხოვრე. ახლა სამსახური მინდა ვიშოვო, რომ თავი საჭირო კაცად ვიგრძნო. ძალიან მწუხვარ, უპასუხა თეთრებში ჩაცმულმა, მაგრამ ეს ერთადერთია, რისი ასრულებაც არ შემიძლია. სამსახური აქ არ არსებობს. რა გამოდის? სამუდამოდ განწირული ვარ და სულ უნდა ვიტანჯებოდე? არა ბატონო, ამას სჯობდა ჯოჯოხეთში მოვხვედრილიყავი. თეთრებში გამოწყობილი არსება მიუახლოვდა და ძლივს გასაგონად ჩაშჩურჩულა. აბა შენ თავი სად გგონია? ასეთი იყო ეს ძალიან საინტერესო იგავი, ძალიან დამაფიქრებელი. მართლაც რას უშვება ადამიანს სიზარმაცე, საერთო ცხოვრების საზრის გვაკარგვინებს სიზარმაცე და თუ ადამიანს თავი არ მოსწონს, არ გრძნობს, რომ ის საჭიროა, სახურებაშია, სიკეთე მოაქვს ამ სამყაროსთვის, რომ მართლაც აზრი არ აქვს არაფერს და თუ ჩვენი თავი არ მოგწონს, რომ ბედნიერი ვერასოდეს ვიქნებით. მართლაც ძალიან დამაფიქრებელი იგავია, მოგწერეთ თქვენი აზრი, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ.